ყველა სიყვარულის ისტორიის უკან მოჩვენების ისტორია დგას. დაბრუნებას გილოცავთ. დილამშვიდობის ტესა. მე ექიმი საკრისიანი ვარ. საშინელ ავარიაში მოყევი. ტრავმის შედეგად გულის კედელი გაიბზარა. ოპერაციის გაკეთება მოგვიწია. ტესა? 182 დღე ავარიამდე. დილამშვიდობის. პლიტები გამოვაცხე. მაპატია, გადაღებას ვაპირებდი. გარეთ ძალიან ცივა. ვიცი, მაგრამ არ მინდა დილის განათება გამოვტოვა. როცა დაბრუნდები კოლეჯებს გადავხედოთ? კარგი, კარგად. კამერის უკან იმალება. ჩვენთვის ფოტო ერთხელაც არ გადაუღია. შენი სილამაზისგან ლინზა გაებზარება. ხომ გითხარი? დრო მიეცი. 1 წელი გავიდა. ფურცელი მშობლებად არ გვაქცევს. სინამდვილეში გვაქცევს. Like the good times over, but nothing's really over anymore. Just take control. I want to be free. Romanticize reality. Reminds me what it means to be big.
შერმან უკვე გააღეთ? შენთვის კი იტესა. ცოტა მაკლია. არა უშავს. მეც მხოლოდ 5 ფუტი და 6 დუიმი ვარ. ისი ამოვნე. Sauvé. Bon, maintenant on va prendre une bonne petite douche. შერმან სუბტიტრები სად არის? შენ უყურე, მე გადავთარგმნი. C'est la première fois qu'on sort dans la lumière. დღეს სინათლეზე პირველად შევხვდით. Qu'est-ce que tu fais là? C'est pas l'heure? ადრე მოხვედი. ფიქრობ ჯობია წავიდე და თეატრის მეპატრონის უთხრა. ვერ დაგეხმარება. როგორც ჩანს არასწორი ფირი გამოუგზავნეს. ფულს მაინც დავიბრუნებ. T'entends ça? უკვე ნანახი მაქვს. არ მგონია მისი გამოტოვება მოგინდეს. კარგი დასასრული აქვს? არა, ნამდვილად არა. მაშინ დავრჩები. Dis donc, t'allais t'envoyer un petit chili à toi tout seul. Hein. ჩილის მარტო ჭამასაპირე. Avec cette chaleur, t'es malade. ასეთ სიცხეში შეიშალე. Par n'importe quelle chaleur, Betty. მაინც შევჯამ ჩილის. ნიშნულობა არ აქვს გარეთ რამდენი გრადუსია ბედი. ნაბიჯვრები. რა? Viens, c'est pas la peine, ça va refroidir. Embrasse-moi. ნიშნულობა არ აქვს, მაკოცე. Tous des salauds. ნაბიჯვრები. ასე როგორ მოგექცნენ. მაპატიე. დიდი ხანია ხელი ჩაგკიდე. ერთი საათის წინ დამიბუჟდა, ასე რომ არ ვიცი. ჩუმად რატომ იყავი? ეს ფილმი მძღუნავს, ასე რომ ფილმის სიყვარულზე. ყველა სასიყვარულო ფილმი არ გთქმავს. მხოლოდ კარგი ფილმები. რომეო და ჯულიეტა, ანა კარენინა, ინგლისელი პაციენტი. გონია რომ სწორედ ურთიერთობის დასასრული ხდის ისტორიას დასამახსოვრებელს. სიამაყე და წრუწმენა, ჯეინ ეარი. ორივე წიგნი კარგად სრულდება. მხოლოდ იმიტომ რომ ავტორებმა ნაადრევად დაასრულეს. საინტერესო მეთოდია საკუთარი მარცხის დასაფარად. კარგი რა. წარმოიდგინე რომ ტიტანიკის ბოლოს ლეონარდო დიკაპრიო არ მოკვდა. საჭიროა. საჭიროა.
ჯეკ დოუსონი მუშავარი ღარიბი მოთამაშეა, რომელიც ბუნებამ ჯადოსნური სამსახიობო ნიჭით დააჯილდოვა. მან როზის სიკვდილს გადაარჩინა. რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე შეაცდინა. და შეიძლება ითქვას, საქმროს მოსდაცა. საბრალო როზა კი იმდენად დააჰიპნოზა სექსმა მანქანაში, რომ მეგონა თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას აჩუქებდა. თავად დაფიქრდი, ღარიბი ცხოვრებისა და უსასრულო ღალატისთვის იყო განწირული. ხვდები? A life of abject poverty and dehumanizing infidelity. ტიტანიკი 2. თუ გეგონათ რომ პირველი ნაწილი კატასტროფაა. ღმერთო ჩემ. Oh my god. ღმერთო. მე წასვლის დროა. ღმერთო, ამისთვის ერთ ვარსკვლავს დავუწერ. სად ისწავლე ფრანგული ასე კარგად? მამა ჩემი უცხო ენებს ასწავლის. 12 წლის ასაკში უკვე შემეწლა საუბარი ფრანგულად, ესპანურად და იტალიურად. მის. დანტეს ორიგინალში წაკითხა, რომ შემეცლა სამცხოვრებაში მეტი არაფერი მენდომებოდა. I get that a lot. შენი მესმის? მართლა? არა, არასოდეს მესმოდა. ძველი კამერა გაქვს. ციფრული თარიღი. არა, არ ვიღებ. პირს უფრო დიდი დინამიური დიაპაზონი აქვს. თანპირის გასამჟღავნებელი რეაგენების სუნზე ვარ დამოკიდებული. 4 წლისგან ცოტა თაუბრუნე ხოლმე. მეც, შენი თვალებისგან. მაბადია. სულელურად გამომივიდა. არა. ეს ცოტა სულელური იყო. კი. ჩემს თავში იდეალურად ჟღერდა. კარგი, ახლა წარმოვიდგენ. ჯერ კიდევ ცუდად ჟღერს. ბევრად უარესად. არ ვიცი ეს როგორ გამოვიდა. ჩემი წასვლის დროა. ჩემიც. მადლობა რომ ნება მომეცი 3 საათი შენს ყურთან მეჩურჩულა. არაფრის. სკაილერი. რა? My name is ჩემი სახელი სკაილერი. I'm Tessa. მე კი ტესა ვარ. Maybe I'll see you here. იქნებ again. კიდევ შევხვდეთ. Yeah, I'd like that. სიამოვნებით. ქურთუკი. სკაი. ცოცხალი ხარ. წამოდი, მინდა რაღაც გაჩვენო. სკაი. ცუდი სიზმარი. მის სახელს ყვიროდი.
აქ ადამიანები ხშირად ხედავენ სიზმარში ახლობელ ადამიანებს. ეს გლოვის ნაწილია. მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს აქ იყო. ამის შესახებ დორისს უამბე. ვინ არის დორისი? პაციენტი, რომელიც წიგნს წერს გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე. კარგი, ცოტა ხნის წინ შემომთავაზა მომავლის წინასწარმეტყველება აურის მიხედვით, მაგრამ თავაზიანად ვუთხარი უარი. ეს რა არის? შენი ნივთები მანქანიდან. ავარიის საქმე უკვე დახურეს? თუ მძღოლის სისხლში არც ალკოჰოლი აღმოჩნდება და არც ნარკოტიკის საქმე იხურება. არც კი დამკითხეს. შენ ხომ თავად თქვი, რომ არაფერი გახსოვს? არ მახსოვს. შეიძლება უკეთესიც კი. იმედიანად ვარ, ტესა. სურათი აჩვენებს, რომ მარჯვენა პარკუჭი კარგად მუშაობს მიუხედავად დაზიანებისა. როგორც იქნა კარგი ამბავი, მხოლოდ კარგი კი არა, ძალიან კარგი. ასეთი ტრავმის შედეგად 100-დან 99 ადამიანი იღუპება. მეც მოვკვდი. ცოტა ხნით. სკაილერი ნახე. თითქოს თეთრ ნათებაში იყო. რა ხდება? ჰალუცინაციები აქვს? სერიოზული ტრავმის შემდეგ ჰიპოთალამუსის სისხლში ენდორფინს გამოყოფს, რომელიც ტკივილ გამაყუჩებელივით მოქმედებს. როდის შეიძლება მისი წაყვანა? კვირის ბოლოს. მომდევნო რამდენიმე თვე ტესა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მკერდის არეში ნებისმიერი სახის ტკივილისას 9-1-ზე დარეკეთ, კარგი? ჯეზ, ერთი წუთი მომეცი. ჯეზ? უცნობი ნომერი. უყურე. მე კი გითარგმნი. გამარჯობა, უკაცრავად. თქვენ დორისი ხართ? ახლა ვეცდები გამოვიცნო. პალატა B424. გოგონა გატეხილი გულით. დამშვიდდი. ექსტრასენსი არ ვარ. ჟასმინმა მითხრა, რომ ჩემს პოვნას ეცდებოდი. ვიზიარებ. მადლობა. ხელები არ დაგიზიანდა? უკაცრავად? ავარიის შემდეგ ხელები ადგილზე გაქვს? კი, რატომ მეკითხებით? და ჯეკი? და რაზეა თქვენი წიგნი? უსშ. ურთიერთობა სიკვდილის შემდეგ. გჯერათ, რომ გარდაცვლილებს ჩვენთან კონტაქტი შეუძლიათ? დიახ, ისე როგორც მილიარდ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა კონფესიების სწამთ.
ხანდახან წასულები ცდილობენ ხმა მოგვაწვდინონ. ხანდახან კი ვგრძნობთ გარდაცვლილის სუნამოს სურნელს. მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით გვიკავშირდებიან. ტექსტი ყოველთვის ერთია. მე ჯერ კიდევ აქ ვარ. შენი ზევდა კი შუქურასავით მიზიდავს. თუ განშორება მტკივნეული იყო, როგორც შენი და შენი მეგობრის შემთხვევაში. გარდაცვლილებს დაუსრულებელი საქმე რჩებათ. სინანული თუ სხვა რამ, უფრო რაღაც რაც არ თქვეს, ან არ გააკეთეს. ტესა, გაგწერეს, სახლში წასვლის დროა. ის მიწასა და ცას შორის არის, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში დიდხანს არ დარჩება. მაქსიმუმ რამდენიმე კვირა. შემდეგ კი წავა. სამუდამოდ. უნდა წავიდე. მოიცადე. აიღე. ჩემი პირველი წიგნია. კარგია თუ აქედან დაიწყებ. არა, მადლობა. ცდილობს მოგუწდეს. დაბრუნება უნდა. ზედმეტად გვიანია. 102 დღე ავარიამდე. ტესა შენი ჯერია. ეს ფოტო თებერვალში გადავიღე. თავისუფალ დროს ასე ატარებ? ფოტოებს უღებ ხეებს. სინამდვილეში ხი არ არის, იდიოტო. კავშირგაბმულობის ანძა, შენი ხბული. ეს ალეგორიაა თანამედროვე ცხოვრების ხელოვნურობის. მშვენიერი ფოტოა ტესა, ამ წელს შენი უნარები დაიხვეწა. მადლობა. ვიცი ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა, მაგრამ კარგი შანსი გაქვს მოხდე. როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში სიამოვნებით დავწერ სარეკომენდაციო. მადლობა, მაგრამ საკმარისი დონე არ მაქვს. შენი აზრით რა გაკლია? ხედვა, საკუთარი სტილი. ამ შემთხვევაში დროა შინაარსზე მუშაობა დაიწყო. შენს ფოტოებს თითქოს რაღაც აკლია. ვიცი. ფერი. არა. ადამიანები. ტესა საკუთარი სტილის პოვნამდე მხატვარმა თემა უნდა იპოვოს, რომელიც მისთვის ახლოა. ვინ? ან რა მოგწონს ტესა? ალბათ უნდა წავიდე. მეც. Love like this don't come often, so I'll just keep on talking. I've been dancing in circles, hoping you'd fall. I'm so fixed on your lips, time feels so frozen, and I never wanna press play. So come a little closer, come a little closer, come a little closer. Come a little closer, don't be shy. Come a little closer, let's get older tonight. Come a little closer. გამარჯობა. რას ფიქრობ? წითელი? ნათელი ფერები ახლა მოდაშია. არ ვიცი. გონია რომ მამა შენი სიკეთით სარგებლობ. რა თქმა უნდა. როცა ხუთებს ვიღებ, მამა დნება. ტეს. გამარჯობა, კორტეს. შაბათ-კვირას რა გეგმები გაქვს? შეიძლება ითქვას, რომ ტესას პირადი მდივანი ვარ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შაბათ-კვირას დაკავებული არ არის. რას აკეთებ? შაბათს გუნდი ბოლო ჯერ იკრიბება. მინდა და მეკითხა ხომ არ მოხვალ ფოტოების გადასაღებად. მაპატიე სპორტული ფოტოების გადაღებით არ ვარ დაკავებული, მაგრამ თუ შუბზე სელფის ჯოხს დაიმაგრებ, საოცარი ფოტოები გამოვა. ჯოდი მოვა?
სადაც მე ვარ ჩემი გუნდიც იქ არის ასე რომ Then we'll be there. მაშინ ჩვენც მოვალთ. ჩვენ? I'll be there as your photo. შენი ასისტენტი ვიქნები. მისი ფოტო ასისტენტი ვარ. პირველი გაცურვა 7:09-ზე იწყება. In the morning? დილის? You didn't in the morning. საღამო იგულისხმა არა? არა, დილა. You think Jed can see me from here? გონია ჯუდი ამ ხელა მანძილიდან დაგინახავს? გამარჯობა. სამსახურიდან გიშვებ. მომეცი. ასისტენტობა ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაპატიე. აქ შენ წამომიყვანი ასე რომ წესიერად მოიგეცი. ადგილებზე. მოემზადეთ. დაიწყეთ. არის. არ გითქვამს რომ ასეთი მხურვალეა. გითხარი. არა, შენ თქვი რომ საყვარელია. საყვარელი ემოჯი ამ ბიჭის სიმხურვალისგან კი სათვალე მიდნება. ეს. ალბათ წავა. შეიშალე. ყურები გამომიჭედე და ახლა ასე უბრალოდ დაიხევ უკან. არ ვიცი რა ვუთხრა. ჩამეხუტე. წნეური, ესეა გაიმარჯვა მიულოცე. კარგი. სტორიზე დავდებ. თუ სიკვდილი გინდა. ტესა. გამარჯობა. ღმერთო ჩემო. მაპატიე. გაცურვის შემდეგ კუნთები ფეხებზე ჟელესავითაა. ვერ ვიჯერებ რომ სპორტსმენი ვარ? სპორტსმენი კი. ისინი სამინაზე არ საუბრობენ. ეს კი საუბრობს. კიდევ არ კითხულობენ ჯეინ ოსტინსა და ემილი ბრონტეს. ბედნიერი დასასრული მიყვარს. სკაილერ. ჯანდაბა, მოვედით. აი ეს მის. მადლობა დედა. ეს გოგონა კინოთეატრიდან. მას ტესა ქვია. როგორ? ცისფერი თვალები. სკაილერმა ყურები გამომიჭედა. ოჩახ დედა, არის სადმე ორმო რომ ჩავხდე. რამდენიმე კვირა გეძებდა ინტერნეტში, მაგრამ ვერაფერი იპოვა. დედა, ჩანაფიქრიც ასეთი იყო. ხომ გითხარი, ყალბი პროფილი აქვს, როგორც მე. მამა შენი ჭკუიდან მშლის. დაელაპარაკე დედა, უთხარი რომ გავიმარჯვე. არა, თავად უთხარი. დღეს ედისონთან წახვალ? არა, დღეს ბაბუა მაიკთან ვაპირებდი წასვლას. მაგრამ ჯერ მინდა და გამეგო. ხომ არ უნდა ტესას? დასვენება, გართობა. ღმერთო ჩემო. გოგონა კინოთეატრიდან სიამოვნებით გაერთობა შენთან ერთად. მშვენიერია. მადლობა. კარგად.
ეს დედა ჩემია. She does. დღესასწაულების ორგანიზატორი. I can put შემიძლია სახურავი ავწიო თუ გინდა. არა, ასეც კარგია. Feels really good. ძალიან კარგად გამოიყურები. ფრანგულად თქვი. Je te trouve très belle. შენც შეყვარებული ხომ არ გყავს? No. არა, მერვე კლასიდან მარტო ვარ. რატომ მეკითხები? ეს ბიჭი შენ გგავს. That is. არა, ესენი ჩემი მშობლები არიან. ახალგაზრდობაში. Yeah. ეს this is ჯიპი actually მამა the მაჩუკა same დედას. Jeep that 18 my წლის grandpa იუბილეზე. bought my mom for her ფოტოზე 18th ის არის. You can actually see it behind them in that photo. ხო, როგორი საყვარლები და შეყვარებულები Yeah, არიან. they were. კი, ასე იყო. იყო? Are. არის. ახლაც უყვართ ერთმანეთი. მამა ამჟამად ორეგონში ასწავლის და ცხოვრობს. Pretty far. შორსა, ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს? No. არა, They're gonna be fine. And they ყველაფერი talk კარგად იქნება. almost every day. თითქმის ყოველდღე ურეკავენ ერთმანეთს ასე რომ. Music. და სიჩუმეში რატომ გზავრობთ? თუ გინდა რამე მოძებნე. What? სერიოზულად? Yeah. ხო, აქ ყველაფერია, რასაც დედა მაღალ კლასებში უსმენდა. New order. Cake. ნიუ-იორკერი, Bush. კეიკი, Echo and the ბუში, Bunnymen. ეკო და ბანიმენი. Who's my new bestie? მე და დედა შენი ნამდვილად დავმეგობრდებით. Your dad made her a mix. მამა შენმა მისთვის კრებული გააკეთა? დიახ, Can I play it? შეიძლება ჩავრთო. პირიქით. It's okay. 80-იანების პოლიციას არაფერს ვეთქვი. გაჩუმდი. What you know is true. Don't have to tell you. I love your precious heart. I was standing. You were there. Two worlds collided. And they could never tear us apart. I've spent every ყოველ summer ზაფხულს of my აქ life ვატარებდი asking ბაბუასთან. my grandfather how ამ I კაფეზე რატომ არაფერი მსმენია? Well, that's my favorite part about სწორედ ამიტომ მიყვარს ფოტოების გადაღება. ყველგან დაეხეტები და ასეთ ადგილებს პოულობ. Find places like this. Great, but what ხო, მაგრამ drew you to კონკრეტულად start რამ მიგიზიდა? specifically? The view. ხედმა. That ამ view, ხედმა. It was called ადრე the ემპირა Empyrean. ერქვა. It was a 60-იან honeymoon წლებში resort კურორტი back in იყო. the 60s. ახალ It's დაქორწინებულთათვის. so surreal. ისეთი It's სიურეალისტური unbelievable. არც დაიჯერებ. You იქაც got იყავი? there. იარაღის გარეშე? I'll do anything for a great photo. კარგი ფოტოსთვის ყველაფერს გავაკეთებ. Empyrean. ემპირეი. It's where Dante იქ meets დანტე God, შეხვდა right? ღმერთს არა? Highest of all heavens. ცაზე მახლა. წმინდა სიყვარულის ადგილი. Look at it. თუ ეს არ არის სიყვარულის მეტაფორა, მაშინ არ ვიცი რა არის. Can I შენს see your ფოტოებს photo? მაჩვენებ? They're not on my phone. I don't shoot. ტელეფონში არ digital. მაქვს. ციფრულად არ ვიღებ და Well, how გავიწყდა. do people see your work? Don't show. როგორ ნახავს ხალხი? Unless I have to. ფოტოებს მხოლოდ გაკვეთილზე ვაჩვენებ. რატომ? Because I'm not good enough yet. უნარები არ I მყოფნის. find that seriously difficult to believe. ეჭვმეპარება. Okay, კარგი. so if you won't რადგან ფოტოების ჩვენება არ გინდა, იქნებ maybe you can give me a ექსკურსიაზე tour. წამიყვანო. The Empyrean? Yeah, sure. ემპირეიზე? კი, მაჩვენებ. I want to see it. მინდა შენი თვალით დავინახო. Guys. We could live for 1,000 years. But if I hurt you, I may wind up from in tears. I told you that we could fly, 'cause we all have wings.
ვალსის ცეკვა იცი? არა, ნაბიჯი უკან, აი ასე. გასაგებია. ახლა უკანა ფეხი წინ, 1 2 3. It's like 1, 2, 3. 1 2 3. აი ასე. 1 2 3. Okay. გასაგებია. მიკაპი ზემოთ, წამყვანი მე ვარ. ისე მოიქეცი, თითქოს ყურადღებას არ ამისაქცე. ფეხი არ გაგიწევდეს. გინდა გაიგო როგორია იყო კამერის შიგნით. Yeah. კი, მაშინ კარი დახურე. დაახლოებით ასე მუშაობს ლინზა ობიექტივში. თავად გავაკეთე. ძალიან ლამაზია. კი. ცუდი არ არის, არა? ნათელია რომ მარცისე დიდი ხანია უკრა. Just 3 years. მხოლოდ 3 წელია. Sure. მაშინ უარესად ვუკრავდი. გესმის? Here, who? რა, ახალ დაქორწინებულია ჩრდილების ხმა წარსულიდან. No. What are they saying? არა, რას ამბობენ? Well, the groom, ქმარი ამბობს, he's saying, მოდი საყვარელო. უკვე 2 საათია აბაზანაში ხარ. for 2 hours now. დაწოლის დროა. It's time to come to bed. You're ჩემი my ცოლი wife. ხარ. What is the პატარძალი რას bride ამბობს? say? Well, პატარძალი bride ამბობს, is saying, but შენ ხომ ჯერ არც კი გიკოცნია ჩემთვის. კარგად. კარამდე მიგაცილო, რათა შენ მამშობლებმა არ იფიქრონ, რომ ტაქსიდერმისტი ვარ. What? რა? Like ანუ ვიღაც სერიული მკვლელი. someone, a serial killer. That's okay. ყველაფერი რიგზია. They're not my სინამდვილეში ჩემი მშობლები არ I არიან. გენეტიკურად უცნობი ადამიანი ვარ, რომელიც მათ ჭერქვეშ ცხოვრობს. A genetic გენეტიკურად უცნობი. yeah, it's a გრძელი ისტორია. long story. სხვა დროს მიამბე. When can I კიდევ როდის see გნახავ? you again? Well, როცა when are you ავალონში back in დაბრუნდები? Avalon? End of the month? თვის ბოლოს, And how long რამდენ have you ხანს been there? დარჩები? Whole summer. მთელი ზაფხული. Staying with my ბაბუასთან grandpa ვიქნები until ბრაუნში we go წასვლამდე. You're going to ბრაუნში Brown? მიდიხარ? What? რა? I just ესე სასუროს ლიგის წევრს ვაკოცე? around. შენი ავტორიტეტი განადგურდა. Only if you მხოლოდ tell me მაშინ თუ about მეტყვი რომ მაშველიც ხარ. Yeah. Are you serious? სერიოზულად? უკვე 3 წელია ყოველ ზაფხულს ვაშინგტონ ავენიო ბიჩზე. No. არა. Why? რატომ? Good night. ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის.
ბიჭ ჭკუა ვასწავლო? არა, უბრალოდ ეშინია. რატომ? იმიტომ რომ მოსწონს. ტესა შენონი გელოდება. კარგი, მოვდივარ. Hey, what's that? ეს რა არის? 4-5-იანი და 1 მინუსით. არ მინდა ამაზე საუბარი. მინებს დაუბურავ, რათა არავინ დამინახოს, რომ მე ვზივარ. ტელეფონის კომპანიაში დარეკე? მერე? მართალი იყავი, მითხრეს, რომ სავარაუდოდ სკაილერმა ფოტო ავარიამდე გამომიგზავნა და სერვერზე გაიჭედა ან რაღაც სამდაგვარი. მაგრამ ეს არ ხსნის იმას, თუ რატომ ჩაირთო ჩემი ტელეფონი მას შემდეგ, რაც სრულიად განადგურდა. ამიხსნი? არ მგონია. მისმინე. ყველაფერში აზრის დანახვა ნორმალურია. დედაჩემიც ასე იქცეოდა ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ. ყველა ცისარტყელა ნიშანი იყო, ყველა პეპელა გზავნილი ზეციდან. გაიცანე ჩემი ბორბლებიანი კომპიუტერი. ჯანდაბა. მაპატია, Spotify-ზე გამომიგზავნე. არა უშავს. დამელაპარაკეთ ეს. ვერ ვიჯერებ, რომ მაღარ არის. როცა თვალებს ვხუჭავ. ხედავ, როგორ ვხვდებით პირველად. თითოეული მისი სიტყვა მახსოვს. მისი სახის თითოეული გამომეტყველება. შემდეგ თვალებს ვახელ და მე რა ჩვენი ურთიერთობა გამოვიგონე? ის გამოვიგონე? მე იქ ვიყავი. ის არ დაგსიზბრებია. უბრალოდ თავში ყველაფერი აგერია. ასე ხდება, როცა 2 ტონა მეტალი გეჯახება. არ მახსოვს, რა ვუთხარი ბოლოს. შეწყვიტე. სერიოზულად. გასულ კვირას ვიჩხუბეთ, გახსოვს? ეპიკური ზაფხული გქონდათ, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ისევე როგორც მე. თუმცა მე შორით გიყურებდით. მართლა საშინლად გამოვიყურები. ნამდვილად. ვიკი, კარგად ხარ. რამე ხომ არ გჭირდება? მომხდარის თაობაზე გავიკეტესა. საშინლად ვწუხარ. ჩემი ქალიშვილი რომ იყო, გეტყოდი. გამოიყენე ეს. გამოვიყენო. ტკივილი, სიცარია. ფოტოაპარატის დახმარებით გამოუშვი. ხელოვნების უდიდესი ნიმუშები გლოვის შედეგად შეიქმნა. გასაგებია. ტესა. პორტფოლიოს დღე არც ისე შორსაა. მადლობა. Just a perfect day. Drink sangria in the park. And then later, when it gets dark, we go home.
just a perfect day. Feed animals in the rain. Then later a movie too, and then home. Oh, it's such a perfect day. I'm glad I spent it with you. Oh, such a perfect day. You just keep me hanging on. You just keep me hanging on. So that's it. სულ ეს არის. You just ფოტოგრაფიას თავსანები. როგორც ჩანს, ოდეს ღაცდე და შენმაც იგივე გააკეთა. შეპყრობილი გახდა. ცხობა, იოგა, ძერწვა. ინტერესს კარგავდა და მეორეზე გადადიოდა. აი რატომ არასდროს ჰქონდა სიმტკიცე ამ ცხოვრებაში. დაასრულე. გონია სკაილერს ეს ენდომებოდა. არ ვიცი. იქნებ თავად კითხა. კარგი, 80-იანების პოლიციას არ ვეტყვი. ჯერ კიდევ აკვარდეს. Sky, Tess, ძინავს. ეს საორმაგი მორიგეობა დავასრულე. გეძინა როცა წავედი, ოდეს მე რამეს ჭამ? არ მშია. იქნებ ძილის საშუალება მომცე. სიყვარულის მიწა.
არა. არა. ტესა? დორის უნდა დაველაპარაკო. ერთი წამით. მოიცადე, ტესა. რა? დილით ნათესავებმა წაიყვანეს. აღარაფერი შეგვიცვლა. კარგად ხარ? უბრალოდ დღეს არაფერი მიჯამია. წამოდი, გაგსინჯა. რატომ გინდა დორისთან საუბარი? იმიტომ რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაზე მეამბო. შეიძლება არც ისეთი შეშლილია. რაზე საუბრობთ? გული სწრაფად ფეთქავს, მაგრამ ჯანმრთელია. მოიცადეთ, რას გულისხმობთ? დორისმა თქვა, რომ მოხვიდოდი. შენთვის რაღაც დატოვა. მისი წიგნი. ტესა, ბევრი სიკვდილი მინახავს აქ მუშაობის პერიოდში. წარსულით ცხოვრება არც ისე კარგი იდეა. ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. მათ შორის ადგილი არ არის. მე მას ვიპოვი. როგორ გამოიყურება ის, რაც საზღვარზეა? მათ შორის. ჩვენ როგორც ცოცხალ არსებას ამის წარმოდგენა არ შეგვიძლია. მაგალითი არ გვაქვს. იგივეა რომ უსინათლო ადამიანმა მზის ჩასვლის აღწერა სცადოს. ტექნიკურმა პროგრესმა მოჩვენებებზე ნადირობა კვლევის კანონიერ მოედნად აქცია. ჩემმა მეგობარმა დარლინმა მათხოვა თავისი სრულსპექტრიანი ციფრული კამერა. მას შეუძლია აღიქვას სინათლე, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს. ინფრაწითელი ღამის ხედვის რეჟიმის წყალობით. 65 დღეავარიამდე. ბედნიერ 4 ივლისს გისურვებთ. მე ასეთი ამინდი მომწონს. ესე იგი, ფოიერვერკი გადაიდო? ფიქრობ კი. გამარჯობა. გამარჯობა. კარგად ხარ? კი, სკაილერ. ტესამ თქვა რომ ბრაუნში მიდიხარ. გილოცავ. მადლობა. რა უნდა ისწავლო? ალბათ ლათინური. გამოგადგება. არასოდეს იცი, როდის შეხვდები რომის პაპს, ან როდის დაგჭირდება ეგზორციზმი. მაგარია, ძალიან სასიამოვნო. არ ვიცი, არ მინდა რამე ვინანო. მინდა ბევრი სხვადასხვა ცხოვრებით ვიცხოვრე. რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას თუ არ ვიმოგზაურებ? წავიდეთ. ვაპირებთ ფოიერვერკს ტელევიზორში ვუყუროთ. შენი მშობლები სახლში არიან? გინდა ამაზე საუბარი? არც ისე. კარგი. დედა ჩემმა დღეს განქორწინების განცხადება შეიტანა. ძალიან უწუხარ.
ვიცი რომ ახლა ეს ვერ დაგეხმარება, მაგრამ მათი განქორწინება არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი არ აღელვებთ. უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ დანებდნენ. უსამართლობაა. ვის მიმართ? როცა ნიჩბებს უსვამ და ფინიშამდე მხოლოდ 20 მეტრი დარჩა. მთელი სხეული გეუბნება გაჩერდე. კუნთები გეწვის, ფილტვები გიყვირის. ყველაფერს შენ შეგნით უნდა რომ გაჩერდე, რათა ტკივილი გაქრეს. მაგრამ თუ გამარჯვება გინდა, სწორედ ამ დროს უფრო ძლიერად უნდა მოусვა ნიჩბები. არ გიყვარს, როცა ყველაფერს ისეტოვებ, როგორც არის. შეამჩნიე არა? იმედს მაძლევ, რომ ბედნიერი დასასრული არსებობს. არა, ფოტო. არა. გაფუჭდა. ამიტომაც არავის უშვება აქ. გაოცებული ვარ რომ შემომეშვი შენს წმინდა ადგილას. თუ ვინმე ეთყვი მოგწამლავ. I'll poison you. Oh, you don't have to. არა. არ ნახო. You don't have to. არ გინდა. No. არა. კარგი. Cool. მაგარია. ეს მომწონს. That's ეს Cell phone tower. კავშირგაბმულობის ანძაა. yeah. It's an allegory for something. ალეგორია, როგორ იყენებს ტექნოლოგია ჩვენს ბუნებრივ გარემოს. სერიოზულად. Really? ვიცი, კომპლიმენტებს ვერ იტან, მაგრამ ეს ნამუშევარი დაუჯერებელია. იმას ხედავ, რასაც სხვები ვერ ხედავენ. That just shows how much. ხედავ ფოტოგრაფიაზე ბევრი რამ იცი. ვფიქრობ, შეგიძლია გაყიდო. Maybe on იქნებ ეთსიზე. მგონი რაღაც აკლია. როგორც ყველა ფოტოზე. this color. ვიცი, ფერი. არა. შენ. I just don't. არ მგონია სამყაროს კიდევ ერთი სელფი სჭირდებოდეს. კარგი რა, არის ცოდი ხანდახან კამერის წინ დადგომაში. I believe that every თვლი რომ ფოტოგრაფმა ობიექტივი გარეთ უნდა მიმართოს სამყაროსკენ. the world. მართლა? კი, რათა მისი გაგებას ცადოს. იქნებ საკუთარი თავის გაგებას ცადა. If you had my ჩემი წარსული რომ მიცოდე, ამას არ იტყოდი. მე ამბობ. Come on, I'll walk you home. სახლში გაგაცილებ. I never met my real არასოდეს father. მინახავს მამა ჩემი. Ran off. დედასგან ჩემს დაბადებამდე წავიდა. And my დედა ჩემი კი the kind უხერხული way to იქნებოდა describe მისი her კეთილი would be სიტყვებით აღწერა. flaky. პატარაობაში ძილის წინ ცხოვრების დათვლის ნაცვლად Go to sleep. მის საქმროებს ვითვლიდი. Fiancés. მელი ერთ-ერთი მათგანი იყო. Yeah, კი, he was the last one. უკანასკნელი. Her ბოლომ final სხარპლის victim სანამ სამუდამოდ გადაგყლაპავდა. ghosted us for good. მან თავისთან წაგიყვანა. სცადა, მაგრამ But the სასამართლო არც ისე კეთილგანწყობილი იყო მარტოხელა. შუა ასაკის მამაკაცის მიმართ, რომელსაც ახალგაზრდა გოგონას შვილად აყვანა უნდოდა. საბოლოოდ სად წახვედი. family სოციალურ სამსახურში. foster kids. შვილად ამიყვანეს. You know how you გახსოვს said that მითხარი, რომ იმას ვხედავ, რასაც სხვები ვერ ხედავენ. როცა უცნობებთან ცხოვრობ,
რომლებსაც ჩვენთვის ტკივილის მოყენება შეუძლიათ, საცხოვრებელს ხშირად ვიცვლით. იძულებული ხარ ყურადღებით იყო. როცა ნაშვილები ხარ, იძულებული ხარ ისწავლო. ყურადღება არ მოადუნა. ერთი წლის წინ მელი და ვიკი დაქორწინდნენ. სასამართლომ ჩემი წამოყვანისუფლება მისცა. So that's why you call yourself. ამიტომაც ხარ გენეტიკურად უცნობი. I did that. ეს მე გავაკეთე. Sister don't mind that I'm not on time. She knows that I'm ჩვენი პროგრამა. პირველი წელი, გადასვლა, დედლაინები. true and kind. პორტფოლიოს ანალიზი. Call me your side and I will პორტფოლიოს დღე. be fine with that. ღმერთო ჩემო, რომელი საათია? ცოტა ნუში სრძი არა? კი, ლამაზი გულსაკიდია. შენონმა მათხოვა. თუ მოგინდება ჩემგან ითხოვო სამოსი, კოსმეტიკა ან სამკაული? კარგი. კარგად ვიკ. კარგად. When a rower ეს ადგილი სამოთხეა გარდაცვლილი მენიჯბესთვის. ჩემთვის სამოთხე პარიზია. წვიმაში. რიყის ქვებით მოპირკეთებული ქუჩები. იქ ყველაფერი შავ-თეთრია. in black and white. მოშორდი ჩემი თავიდან. You ever been ყოფილ ხარ? to Paris? პარიზში. ოდესმე ვიქნები. Avec moi. I guess. ფიქრობ თარჯიმანი გამომადგება. My parents. had ჩემმა their მშობლებმა honeymoon there, თაფლობის თვე იქ გაატარეს. So I've been saving up. ფულს December. ვაგროვებდი, რათა 25 წლის იუბილეზეც იქ წასულიყვნენ. What if they don't want to go? და თუ არ მოუნდებათ? I mean, ვის it არ doesn't მოუნდება look პარიზში good. წასვლა? Yeah, but like, I mean, what if და they თუ don't ერთად go წასვლა არ მოუნდებათ? It's not a ადამიანის გადაყვარება დანაშაული არ არის. Tessa. ტესა, Love never სიყვარული dies. არ კვდება. რა, იმ ადამიანივით ლაპარაკობ, ვისაც ცხოვრებისგან არ მოხვედრია. You put მე me on მოკრები? ice. არა. No. What the hell is that? ეს რა არის? ეს ნავია, Is a rowboat. ნავი. I'm assuming you. გინდა want რომ me to get in მათ that? ჩავჭდე? But you are getting. მასში ჩემთან ერთად ჩაჯდები. არა. We spent 4 hours in your 4 საათი ვიყავით ფოტოგრაფიით დაკავებულები ბნელ ოთახში. ნება მომეცი გაჩვენო მე რა მომწონს. Hands under your. ხელები ქვეშ. ცერები აქ. ცერები აქ. ახლა კი ასე უნდა გააკეთო. მე აწვე, შემდეგ ნიჩებს ჩაყოფ და შენკენ მოზიდავ. ისევ ჩაყოფ და ისევ მოზიდავ. Okay, I'm gonna try to go forward again. კიდევ ერთხელ ვწდი. Don't help me. ნუ მეხმარები. კარგი? შენ ამას შეძლებ. Oh my god. ღმერთო ჩემო, საშინელებაა. Oh, უკვე დავიღალე. tired now. მიფრინავ. მიყვარ ხარ ტესა. უკან უნდა დაუბრუნდეთ, არა?
გამარჯობა. შორის? ასე უწოდებს დორისი. ყველა კულტურაში თავისი ვერსია. იმ ადგილის, სადაც სიკვდილის შემდეგ ვხვდებით. მე არა. მე იამაიგაზე მოვხვდები. სერიოზულად შენონ. მოსაცდელი დარბაზივითაა ჩვენი სულებისთვის. გონია რომ სკაილერი იმ მოსაცდელი დარბაზიდან გეკონტაქტება? ფერადი ფოტოები იყო შენონ, მე ფერად ფოტოებს არ ვიღებ. ასეთი ქიმიკატებიც კი არ მაქვს გამოსამჟღავნებლად. მაგრამ ფოტოს ჩვენება არ შეგიძლია. არა, ხომ გითხარი, ფიქსაცია არ გაამართლა, არ ვიცი რატომ. შეიძლება სულების ფირზე აღბეჭდ და არ შეიძლება ან რაღაც ამდაგვარი. არ ვიცი. კარგი. ეს მინდა შენი მჯეროდეს კეფიცები, მაგრამ გზავნილი იმ ქვეყნიდან? ფიქრობ, მასაც იგივე უნდა, რაც მე. ჩემი ბოლო ჯერ ნახვა, რათა ერთმანეთს დავემშვიდობოთ. შენის გიყვარდა, ეს იცოდა. კიდევ რა უთხრა? 2 წუთი გაქვთ. თქვენი ადგილები დაიკავეთ და ტელეფონები უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ. ყურადღება უნდა მოვიკრიბოთ. არც კი მისმენ, გისმენ, მაგრამ არ ვთვლი, რომ აქ მთავარი ფერადი ფოტოებია. მოსაცდელი დარბაზი თუ რაღაც ზღვარზე. მაშინ რა? გოგო რომელიც არ უშვებს. უბრალოდ დაფიქრდი ამაზე, კარგი? მაბადიეთ. მობილურის გამოყენება ტესტის დროს აკრძალულია. თერთმეტი დღე ავარიამდე. ხომ გითხარი რომ წამოსვლა ამოღირდა? ეს ნეგატივი მინისგანაა დამზადებული. კოლოდიუმითაა დაფარული, შემდეგ ვერცხლის ნიტრატში ჩადეს. სიგიჟია. მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს ფოტოს გადასაღებად, მერე ქიმიკატები შრება. მეც იმავეს თქმა მინდოდა. მხოლოდ 10,000. ეს ჩემს ბიუჯეტს ხდება, მაგრამ შემიძლია შემოგთავაზო. კრეკერი გლუტენის გარეშე, ობიანი ყველით. ძალიან გულუხვი ხარ. უკაცრავად, ხელი ხომ არ შეგიშალეთ. არა, ჯულიან, გამარჯობა. ვსჯელობდით როგორ ძლიერ მოგწონს ეს ფოტო. საოცარია, არა? მომწონს როგორ აყენებს ატმოსფეროს განწყობას თემაზე მაღლა. შენი ასაკის გოგონასთვის საოცარი აღქმა. ჯულიან, გაიცანი ჩემი საოცარი გოგონა ტესა. გამარჯობა ჯულიან, ძალიან სასიამოვნოა. გილოცავთ. მადლობა. კარგი ბავშვებო. მომყევით. რაღაცას გაჩვენებთ. Doesn't it look amazing all lit up like this? კარგია, როცა განათება ასეა, არა?
თითქოს მისი ადგილი სწორედ აქ არის. მისი ადგილი სწორედ აქ არის. ტესა, უჩვეულო ხედვა გაქვს. არ მესმის. იყიდება. $1000. უკვე ორი სერიოზული მოთხოვნა გვაქვს. ეს ფოტო არ იყიდება. საჩუქარი იყო სკაილერისთვის. არ შეიძლება კიდევ ერთი დაბეჭდა. არ მინდა მას ვინმე მოყურას. შეიძლება ჩამოხსნათ. სერიოზულად? ჩამოხსენი. არაფერია ჩამოხსნი. მადლობა. აქ იმიტომ მოგიყვანი რომ მიმხვდარიყავი შენი ფოტოები დიდებულია. ჯულიანიც კი მეთანხმება. არ მინდა რომ ეს ფოტო ვიღაც უცნობის კედელზე ეკიდოს. ეს ჩემი ფოტოა. მე უწყვეტ ვის უნდა ვაჩვენო. მე შენ გაჩვენე. მართალი ხარ. მაბადია, უნდა მეკითხა. მინდო და მეჩვენებინა რომ ნიჭიერი ხარ და დიზაინის სკოლაში ჩააბარებ. საიდან გაიგე სკოლის შესახებ? შენონმა მითხრა. თქვა რომ შენი მასწავლებლის აზრით ჩაბარებას მოახერხებ. მოვკლავ. ქვეყანაში საუკეთესო დიზაინის სკოლაა, პროვიდენსშია. ჩემი უნივერსიტეტიც იქ არის. ესე იგი ერთად ყოფნას შევძლებთ. არ მოგიწევს რომ მელოდო. მაშინაც კი თუ ჩავაბარებ რაშიც ეჭვმეპარება. მაინც არ მაქვს ამის ფული. იქ ისწავლე. არა, სტიპენდიას მიიღებ. სკაილერ ღმერთო. დამშვიდდი. ყველას ვერ დაეხმარები. რა? ვერ დაეხმარები ვერც მშობლებს, ვერც მე. ვერაფრით დაგვეხმარები. ამიტომაც არ მიტყდები სიყვარულში. იმიტომ რომ ვერ დაგეხმარები. კარგი. მე ტესა, გამარჯობა. ისევ ბრაზობ. დღევანდელი გეგმა ძალაშია. მაპატია, არა. რატომ? მამა გაფრთხილების გარეშე მოვიდა და ყველაფერი აირია. ძალიან მწუხარ. დაგირეკავ, როცა დაუბრუნდები. სკაი, ძალიან მენატრები. უკვე 8 საათია. მოვედი როგორც მთხოვე. მინდა ფოტოები გადაგიღო. შეიძლება გამოვიცვალო. შეგიძლია ეს ჩაიცვა. რა არის? დედას კაბა. თავი კოლეჯში მგონია. ჩემი შეყვარებული ფოტოგრაფია სწავლობდა და მისთვის პოზირებდი. ესე იგი, მელი არ იყო შენი პირველი სიყვარული? რა თქმა უნდა, არა. რამდენიმე მამაკაცი მიყვარდა. რომელიმე მათგანი გიყვარდა უფრო მეტად, ვიდრე მას უყვარდი? ალბათ. ეს არ გაშინებდა? არ გაფიქრებს, რომ შეიძლება უფრო მეტად გადგინონ გული, ვიდრე შენ მათ. თავიდან ეს მაშინებდა.
მაგრამ მე მივხვდი, თუ თავს დაცემისგან იცავ, ვერასოდეს ნახავ სიმაღლეებს. სკაილერი გიყვარს, არა? გონი ყველაფერი გავაბუჭე. სიყვარულისას ყოველთვის იხსნება ძველი ჭრილობები. არ ვიცი როგორ მოვიქცე. რა გავაკეთო, რათა სკაილერი მიხვდეს, რომ მიყვარს. ჯერ უთხარი. ის სიტყვები უნდა მოისმინოს. უნდა მოისმინოს? არა. ეს სიტყვები ხმამაღლა უნდა თქვა. სამყარომ უნდა იცოდეს, რომ შენი გრძნობები მნიშვნელოვანია. შენც მნიშვნელოვანი ხარ. ვიკი, მაპატიე. იმისთვის, როგორც გექცევდი. გუგ, სინათლის ჩაუწიე. გვამლის გენერატორი არ გაქვს? ჩუმად. ჩვენ ვიწყებთ რიტუალს და მთავარ ანგელოზი მიქაელს ვთხოვთ დაგვიფაროს ბოროტის სულებისგან, რომლებიც ეძებენ კარს ჩვენ სამყაროში შემოსაღწევად. ეს შენ მოიფიქრე? ხელს მეშლი. ამდენი წიგნი 2 დღეში წაიკითხე? რა თქმა უნდა, ხომ იცი სწრაფად კითხვით ვარ გატაცებული. ისიამოვნეთ თქვენი დაკრძალვით. ეს პარანორმალური მეტაფიზიკური ჟანრის კლასიკაა. ახლა კი? ჩუმად. კარგი. ჩვენ გვინდა გავესაუბროთ მხოლოდ ერთ სულს. აქამდე ნაცნობს როგორც სკაილერ ადამსი. სხვა სულები არ გვჭირდება. ასე. უიჯის დაფა და ეს მაგიური ხელია. ამ დაფაზე პანკარია მიმაგრებული. სკაილერი ჩვენი ხელების გამოძრავებით გაგვცემს პასუხს, როგორც სპორტ დარბაზში. დააწყე თითები. თვალები დახუჭე. ღმერთო, გამოძრავდა. მაპატი არ მინდოდა. ახლა სარკის დახმარებით ვეცდებით მასთან დაკავშირებას. გარდაცვლილებისთვის პორტალებითაა. სარკეში უნდა იყურო, სანამ ტრანსში არ შეხვალ. დაიწყე. კარგი? მაპატი, შეგიძლია მუსიკა გამორთო. ყურადღება მეფანტება. ინსტრუმენტული კომუნიკაცია. სულები ტელევიზორს ჩვენ სამყაროში ხიდივით იყენებენ. გაიკეთე? გამოსხივებს ბლოკავს. რამეს ხედავ? არა. შენ? არა. იქნებ კიდევ რამდენიმე წიგნი წავიკითხო. არა. ისედაც ბევრი გააკეთე. ვიკი, მანქანა სად არის? მორიგე ვარ. ვიკი მომწერა, მანქანა სჭირდება. დღეს მუშაობს. ადექი გაგაცილებ. კარგი. ვინ არის აქ? მარშრუტი შეცვლილია. მარშრუტი შეცვლილია. 95 ტრასაზე გასვლამდე დარჩენილია 6 კილომეტრი. ეს რუკა.
ტესა, ტესა, მაპატია, უნდა წავიდე. ტესა, Been waiting for someone like you from the start. დანიშნულების პუნქტამდე დარჩენილია 70 კილომეტრი. დარჩა 10 კილომეტრი. So come a little closer, come a little closer, come a little closer. Come a little closer, don't be shy. შევხვიეთ მარჯვნივ. დანიშნულების ადგილზე იქნებით 30 მეტრის შემდეგ. დანიშნულების ადგილზე ხართ. I told you. ხომ გითხარი რომ ჯერ არ წასულა. დორის. აქ მოდი. დაჯექი. მიყვარს საღამოობით აქ ჯდომა და ვარსკვლავების ყურება. ჩემი ანგელოზები მეძახიან. სკაილერის დასასრული ახლოსაა. ცოტა დრო დარჩა. გეკონტაქტებათ? მის სამყაროსთან ბევრად ახლოს ვარ ვიდრე შენ. რა უნდა? ჩემი დახმარება. უნდა დაგეხმაროთ კავშირის პოვნაში. შეძლებთ? გთხოვთ. უძორეს ფოლკლორში წერდნენ. გარდაცვლილთა სულები იმ ადგილებში ბრუნდებოდნენ, სადაც სიყვარულის ყველაზე მძაფრი წუთები განიცადეს. იქ შეეძლოთ გადაელახათ სიკვდილისა და სიცოცხლის ბარიერი. თუ შენ და სკაილერი იმ ადგილას დაბრუნდებით, სადაც თავს კარგად გრძნობდით, შეიძლება სამყაროთა შორისი ფანჯარა გაიღოს. The window between worlds might open. კარგი, But be careful. მაგრამ ფრთხილად იყავი. თუ ბარიერს გადელახავ, შეიძლება ვეღარ დაბრუნდე. 5 დღე ავარიამდე. ტეს? რა? არ მინდოდა ჩემი ზაფხული ასე გასულიყო. რაზე საუბრობ, რა მოხდა? ერთად ისეთი საყვარლები არიან. ვის გულისხმობ? ჯოდია? ჩემი ვაგინა ტირის. მართლა საყვარლები არიან. ძალიან მწუხვარ. საშინელება. ხმერთო? რა? ბილი ჰოჯესი ჩემს სწავლებაზე მოვიდა? ჩაო, ბილი. გამარჯობა. გამარჯობა. მხოლოდ 3 სიტყვა. გამარჯობა. გავიდეთ, მარტო ვისაუბროთ. კარგი. ძმაო, გამარჯობა. შენზე მიემეს. რა მოხდა? ორეგონში ჩააბარე. ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ნუ იტყუები, მწვრთნელს ვესაუბრე, თქვა რომ ჩააბარე. ყოჩახ ძმაო. კარგი. ტესა, მინდოდა მეთქვა. როდის? მას შემდეგ რაც დიზაინის სკოლაში ჩავაბარებდი რა თქმა უნდა არა, არ მინდოდა ოცნებაზე უარი გეთქვა. და ჩვენი გეგმა? ჩვენ ხომ ერთ ქალაქში ცხოვრება გვინდოდა. შენ ჩაბარებაც კი არ გინდოდა. წინა კვირაში საბუთები შევიტანე. მადლობა. რომ ყველაზე ცუდ დროს გადაწყვეტე ამის მოყოლა.
სიმართლე ისა არა. მამა ჩემი ძალიან ცუდადაა. ორეგონში თავს მარტო გრძნობს. და მინდა მასთან ერთად ვიცხოვრო. And I feel like I should stay with him for a while. ორეგონი ქვეყნის მეორე ბოლოშია. საერთოდ შევძლებთ ერთმანეთის ნახვას. რთული იქნება. უნივერსიტეტს სამუდამოდ არ ვიცვლი. მართლა. როცა დიზაინის სკოლაში ჩააბარებ უკვე პროვიდენსში ვიქნები. რა მოხდება თუ ორეგონში ყოფნა მოგეწონება? ან შენი გუნდი წარმატებული გახდება? ეს მამას ვჭირდები, ის ხომ ჩემი ოჯახია. არ გესმის, იმიტომ რომ Იმიტომ რომ იმიტომ რომ ოჯახი არ მყავს? ამას არ გულისხმობდი. ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. ადამიანებს გულს ვუშლი და ისინი მტოვებენ. გამუდმებით. ეს არა. არა. ხელს მკრავ არა. ზაფხული დასრულდა. ჩვენი ურთიერთობაც. გამარჯობა. შენი დამხმარე მოჩვენებების ძიებაში ადგილზეა. გამომართვე. მამასგან ვითხოვე. ყველაფერი რაც საჭიროა. მოძრაობის სენსორი, ღამის ხედვა. მაგარია, მადლობა. ამდენი ნივთი საიდან გაქვს? ვიკის საკრედიტო ბარათი დამეხმარა. ესეც ცუდი გოგოა. კარგად. თუ მეხსიერების ბარათზე დედას შიშველი ფოტოები არ მითხრა. გეტყვი. კინოთეატრი, სანაპირო. მოლუსკების ქოხი.
ვიპოვე. ტესა ბენსონი ხარ? ტელეფონით მიპოვე? ვიკის საკრატიდო ბარათი მოიპარე. კონფიდენციალურობა დაკარგე. რას აკეთებდი იქ ასე გვიან? ფოტოებს ვიღებდი. ხომ გითხარით? გინდა საავადმყოფოში დაბრუნდე? შენი არ მესმის, ზაფხულში ყველაფერი კარგად იყო. ოჯახი გავხდით. არც კი გესმით რა მოხდა ზაფხულის ბოლოს. რამ შეცვალა ჩემი განწყობა? ჩემთვისაც რთულია, ვიკისთვისაც რთულია. საკმარისია. სიყვარული გულს გვტკენს, ეს ყველა მიცის. საკმარისია, ჯანდაბაში წასულ ხარ მე. არ გაბედო მასთან ასე საუბარი, ხომ შენთვის ამდენს აკეთებს. ტესა? ნაკერები გაიხსნა. რა თქმა უნდა, შეშლილივით დაქროდა. ხედავთ, აქ საკმაოდ ბევრი სისხლი დაგროვდა. გამოჯანმრთელდება, მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერს გავასუფთავებთ და ახალ ნაკერებს დავადებთ. დილისთვის ოპერაციაზე ჩაგწერე. არა, კარგად ვარ. გამიშვით. ტესამ შვიდად. ჟასმი 50 მილიგრამი დაუმატე, თუ სახლში გაგიშვებ, ვერ გადარჩები. არ გესმით. ვერ შევძლებ, მას ვუთხრა. რა? ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას. ტეს? შენ ხარ? რა მოგივიდა? თითქოს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხარ. საავადმყოფოში ვარ. რა მოხდა? მე ის ვნახე. სერიოზულად? სასტუმროში. შეხება ვერ შევძელი, მაგრამ ჩემ გვერდით იყო. მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა. ტბა. იქ გამოგიტყდა სიყვარულში. ცოტა დრო დამრჩა. იწექი, მალე მოვალ. ახლა რას ვაპირებთ? არ ვიცი. 22 პალატა. მე წავალ. კიდევ ორი. მე კენტებში წავალ, შენ კი ლოცებში. კარგი. წავედით. ეს მომწონს. ჩაჯექი სწრაფად. მერტო. ეს რა იყო? ტბა მეორე მხარესაა, მოაბრუნე. ვიცი, არასწორად მიდიხარ, ვიცი. არ შემიძლია. გაუშვი. რა? გაუშვი. მეც მინდა გარდაცვლილი შეყვარებული. 0 დღე ავარიამდე.
ეს აკეთებ. სკაილერმა მითხრა, რომ უამრავი შეტყობინება დაგიტოვა. მერე საკუთარ შეყვარებულს იგნორირებას უკეთებ. შენონ ჩემი წარსული ხელს შეგვიშლის. გახსოვს გასულ წელს მიტოვებული ხიდი შეამჩნიე და ფოტოს გადაღება გადაწყვიტე. წყალში ჩახტი მიუხედავად იმისა, რომ ყინულივით ცივი იყო. იცი რა ვიფიქრე, როცა დავინახე, რომ ფოტოს გადასაღებად მიცურავდი. საინტერესოა რა მოხდებოდა. ტესი ასეთივე ინტერესით საკუთარ ცხოვრებას რომ ეკიდებოდეს. ტეს დღეს მიემგზავრება. ჩემ ნაცვლად დაკიდე. ავარიის საღამო. ავარია აქ მოხდა. იცი რატომ მოგიყვანა აქ? არ ვიცი. მაგრამ გავიგებ. ტეს? ტეს! მერტო ჩემო. დახმარება მჭირდება. ცხრა ერთ-ერთი გესმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ. ჩემი მეგობარი უგონოდა, სუსტი გული აქვს. მე 6-ესა და ჩენელის კვეთაზე ვართ. ვინმე გამოგზავნეთ. სკაილერ! ტეს. კეპი დაგჭა. მაპატია სკაი. შენ მაპატია. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაგლაპარაკებოდი. არა. ოჯახის წევრების სიყვარულისთვის თავს არ უნდა იმართლებდე. ადამიანებს ხელს რომ არ უკრავდე, გაგიგებდი. არა, ტეს. მიყვარხარ. მე ეს ვთქვი. შეიძლება კიდევ ერთხელ გითხრა. მე შენ მიყვარხარ. გამარჯობა. ეს შენ ხარ? მე ვარ. ღმერთო ჩემო. მიყვარხარ. ვიცი. უკვე მითხარი. მეც მიყვარხარ. აქ ამიტომ მომიყვანე. დასარწმუნებლად. ხო, არაფერი ინანო. ესე იგი, ეს დასასრულია? ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ავალონში ვართ? თლად ასე არ არის. ახლა იმას ხედავ, რაც შენს მეხსიერებაშია.
მოგონებებს შენს ფანტაზიაში აცოცხლებ. მაგარია. წავიდეთ, გაჩვენებ. კარგი. ღმერთო, დაუჯერებელია. მოიცადე. ინგლისურად ვფიქრობ, მაგრამ ფრანგულად ვსაუბრობ. კარგი გამოთქმა გაქვს. შემიძლია ფანტაზია შევასწორო? რა თქმა უნდა. რამე ხომ არ დაგამეწყდა? აქ შეიძლება? სადე? ალბათ გინდა რომ ახლა კამერა გქონდეს. შენთან ის არ მჭირდება. იმ დღეს როცა ერთმანეთი გავიცანით. აქ მოვედი. ჩემმა მშობლებმა განქორწინების თაობაზე მითხრეს. ვფიქრობდი რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მაგრამ შენ შეგხვდი. და საუკეთესო დღედ იქცა. ჩემთვისაც. ვერაფერს შევცვლით. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. უნდა უნდოდეს გადარჩენა. ტეს დაბრუნდი. დაბრუნდი ტეს. რა მოხდა? მთელი ცხოვრება იმის სწავლაში გავატარე, როგორ არ მეტკინოს გული. მაგრამ ასე ცხოვრება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა გული მტკივა. არაფერს ვნანობ. იმიტომ რომ მიყვარხარ. ახლა ვიცი რომ სიყვარული შემიძლია. მინდა კიდევ ვიცხოვრო დედამიწაზე. შენთან დამშვიდობება არ მინდა. საჭირო არ არის. სიყვარული არ კვდება. მომენატრები. მე კი შენ მომენატრები. ბედნიერი დასასრული გვექნება არა? გამარჯობა. აღარ მოგ
ღმერთო ჩემო, როგორი კარგი სურნელია. და ჯექი ბევრია. არ შემიძლია, უნდა წავიდე. წარმატებას გისურვებ, მიყვარხარ. აჩვენე რა შეგიძლია. საღამომდე. ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ იმას ვხედავ, რასაც სხვა ვერ ხედავდა. დიახ, ფოტოაპარატი თვით გამოხატვაში მეხმარება. მისი დახმარებით შემიძლია უხილავი ვაჩვენო. ცოტა ხნის წინ ის ვნახე, რაც აქამდე არ მინახავს. აჩრდილი. ყველა ადამიანს დედამიწაზე აჩრდილი დაყვება. ბავშვობის ტრაუმების, აუსრულებელი ოცნებების, დაკარგული სიყვარულის აჩრდილები. როგორც სხვა ადამიანები, ვფიქრობდი, რომ თუ მათ ყურადღებას არ მივიქცევდი, გაქრებოდნენ. მაგრამ ცდებოდი. როგორც ჩვენი უხილავი შიშები. აჩრდილები ენერგიას იკრებენ სიბნელეში. თუ მათ გავურბივართ, უფრო სწრაფად მოგვსდებენ. თუ ხელს უკრავთ, გვიახლოვდებიან. როგორ მოვიქცეთ? ამ კითხვაზე პასუხი საპოვნელად. ბევრი რამის გადატანა მომიხდა. ჩვენს აჩრდილებზე უნდა ვიზრუნოთ. ისინი უნდა მივიღოთ. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი სულის ნაწილები არიან. თუ მათ არსებობას ვაღიარებთ, წინ ახალი შესაძლებლობები გადაგვეშლება. მივხვდი, რომ ისინი ჩვენი ნაწილია და იმის, ვინც გვინდა გავხდეთ. ისინი ჩვენში რჩებიან, რადგან ჩვენ შორის კავშირია. სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ და საზღვარზე მათ შორის. In between the day and the night, in between the dark and the light, in between what's wrong and what's right, I'll find you. I'm not really sure just why I care. My heart is broken and I'm scared. Walls are coming down, my defense is on the ground. I'm falling. In between the day and the night, in between the dark and the light, in between what's wrong and what's right, I'll find you. I don't wanna lose you, can't stand the pain. I wanna feel the sun, not always feel the rain. Walls are coming down, my defense is on the ground.